ის არის სტიმული და თელ აჭარის პატრონს დიდ მადლობას ვუხდით. იგივე ჩაქვის მერიას და დანარჩენ სხვა სამსახურს. ახლა რაც შეეხება, ანი ჩვენ ვართ მშრომელი და ვმუშაობთ, ხო? ჩვენ მუშაობთ, როგორც დრო არ ვიცით. ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს და ჩვენ საძე არ ვიყურებით. ეს არის შემოსასვლელი ავტომობილის 40 მანქანიანი საწყობი. ეს არის დაახლოებით 20-22 მანქანა დადგება აი ამ ცენტრში. გაკეთებულია დროშების დასაყენებელი, ეს აჩვენებისა, აი ეს რა კარგად არის გაკეთებული. აქაც წინ მთლიანად დაახლოებით 40-50 ავტომობილი დადგება და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი აჭარელი შეიძენს უკვე აქ ავტომობილს. ანი შენ ქუთაისში თითქმის ყოველ მეორე მესამე დღე ბათუმში ყიდიდი ავტომობილებს, ხო? გუშინ წინაც აჭარაში გამოუშვი ავტომობილები და ძირითადად ძალიან ბევრი მომხმარებელი აჭარაში მყავს და ჩემო მომხმარებლებო, მოგიწოდებთ, რომ ყველანი გახსნაზე ჩვენს გვერდით იქნებით, რა თქმა უნდა და გელოდებათ აი ძალიან კარგი სიურპრიზები, ძალიან ახალი ავტომობილები. საჩუქრები, გათამაშებები. შემდეგ დავაანონსოთ ბატონო გელა, მაგრამ ეს არის ავტომაღაზია. ეს არის ავტომაღაზია, აქედან არის შესასვლელი, აქაც გარეთაც ავტომობილები დადგება, აქ არის მთლიანად იქნება სერვიზი, უყურეთ როგორ არის. ელექტრომობილებისთვის და საწვავზე ბენზინს რო ვიძახით, მომუშავე ავტომობილებისთვის და ნებისმიერისთვის არის თავარი რა, სერვიზი, ხო? სერვიზი და კომფორტი, რა ჩვენ როგორ არის. ავტომობილს როცა იყიდი, ეს არის რკინა. რო გაფუჭდეს პატრონი უნდა, ხო? და ჩვენ ამას 40 წელია ვაკეთებთ და რაც შესაძლებელია ამ ავტომობილის პატრონი ვიდა ეს ბატონო. ვისია? შენ ზიხარ და მე მეუნები ვისია? თუ შენ ზიხარ ამ ავტომობილზე შენია, ხო? მე პირადად საბოლოო რემონტის დასრულებისას პირველად ჩამოვედი და მართლა გაოგნებული ვარ, მიუხედავად ჩვენი არასამუშაო და გადატვირთული გრაფიკისა, ჯერ კიდევ უკვე შემოსასვლელში იგრძნობა და ამ ცენტრის სიკაშკაშე და მიხარია და აი ერთი სული მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ წუთებს ვითვლი და დღეებს და წუთებს ვითვლი უბრალოდ როდის გაიხსნება ჩვენი ცენტრი და აი აქეთ მოდი ისა, აქეთ შეხედეთ, ოღონდ BYD, ჯეტორი, ჩანგანი, ზიკერი და დანარჩენი სხვა ავტომობილები კიდევ, რაც თბილისშია და ბათუმშია. ამ ცენტრის გახსნას